ადამიანები, რომელიც რაღაც ისეთი ბოროტ მანქანებას წარმოადგენენ, მე საპატრიარქოს მეორე სართულს, რომელსაც ქალბატონი რუხი კარდინალი განაგებს და წმინდა სინოდის წინაშე მისი უწმინდესობისთვის მithქვამს, რომ აი ყველაზე დიდი ბოროტება, როცა ჩვენ ქვეყანაში ვებრძვით ბოროტებას, ყველაზე დიდი ბოროტება აი აქ არის დაბუდებული საპატრიარქოს მეორე სართულზე და ამისგან უნდა განთავისუფლდეს მეთქი ეკლესია და იგივე აზრზე ვარ, რა თქმა უნდა. და ეს ადამიანი, რომელიც აი ამ ბოროტების რაღაც ახმოვანებს, მე ვფიქრობ, ჩემი შანტაჟის გამო, აი თქვენ მოგეხსენება თქვენ ეთერში გახმოვანდა პირველად ჩემი ვაიბერ მიმოწერა შანტაჟი. ვფიქრობ, ეს მისი გაგრძელებაა მხოლოდ. ეს მისი გაგრძელებაა. მე მაშინ მქონდა რაღაც აი ორ ვერსიას განვიხილავდი ჩემ თავში, რომ ერთი ეს საპატრიარქოსაგან და საპატრიარქოს მეორე სართულისაგან იყო შანტაჟი, რომ მე უნდა გავჩუმებულიყავი აი ამ სკანდალის დროს და ესეთი რაღაცა აი ეს დაგეგმილი შემდგომში უკვე, როდესაც მათ ასეთი რაღაც ჩეპე, ესე ვთქვათ, მოუვიდათ და ღვთისწყალობით პატრიარქი გადარჩა და ყველაფერი იყო გათვლილი მხოლოდ პატრიარქის არ გადარჩენაზე, გარდაცვალებაზე და აი ამიტომაც ეს მზაკვარი სპეცოპერაცია ესე იგი ჩატარდა. შემდგომ უნდა გინდა გითხრათ, როცა ოპერაციის წინ პატრიარქს ეუნება მისი გარემოცვა და დღემდე ამ გარემოცვის ტყვეობაში რჩება, ესე იგი უწმინდესი ფაქტიურად, რომელიც ეუნება 84 წლის კაცს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას შემთხვევას, რომ აი თქვენი უახლოესი მღვდელი მოდიოდა თქვენს მოსაწამლად და თქვენი სიძე, თქვენი დაცვის უფროსი ასევე დაბარებულია პროკურატურაში, რომ როგორც თანამზრახველი ამ მონაწილეობისა, აი ერთმა ადამიანმა ძალიან ისეთი სწორად მითხრა, შემინდეთ ამ სიტყვის ხმარებისათვის, ეს იყო მეუფე კონტროლკა. ანუ პატრიარქის ბოლომდე გაწირვა. აი ესეც კი, აი ეს მცდელობაც კი დაუშვათ იგივე ასეთი შანტაჟის ჩემთვისაც და პატრიარქის მიმართაც ასევე არის რაღაც მომაკვდინებელი ესეთი და თქვენ როგორ ფიქრობთ, მეუფე, ის პირადად საუბრობს თავისი პირით, რა თქმა უნდა, მე მესმის, თქვენ ამბობთ, რომ შორენა თეთრუაშვილი დგას მის უკან და ქალბატონ შორენას ახმოვანებსო, მაგრამ